პროფესიით რეჟისორი, რომელსაც მაყურებელი სხვადასხვა ფილმში შესრულებული გახმაურებული როლებით უფრო იცნობს, ვიდრე მის მიერვე გადაღებული კინონამუშევრებით. ამბობს, რომ როგორც რეჟისორმა არც თუ ბევრი ფილმი გადაიღო. სამაგიეროდ როგორც მსახიობმა, ჯერ ქართულ, შემდეგ კი რუსულ და პოსტსაბჭოთა ქვეყნების კინოფილმებში უამრავი როლი შეასრულა. მისივე თაობის სხვა წარმომადგენლების მსგავსად ბაადურ წულაძემ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიგო, რას ნიშნავდა რეპრესიები და ისიც, რომ ამავე რეპრესიებს უფროსები ეწირებოდნენ. მამა ჩემი იყო დაჭერილი და თითქმის მამის გარეშე გავიზარდეთ და ჩამოვიდა ჩვენ, ახლა მე უკვე ვიყავი 12 წლის და ჩემი და 10 წლის, იმიტომ რომ ჩემი და დაიბადა გამოძიების დროს. და იმან უთხრა გამოძიებელმა, რომ რუსი იყო და უთხრა, რომ Сократ Лаврентьевич, у вас родилась дочь, но вы её никогда не увидите. დაიბადა ბათუმში. ბავშვობა რთულ, ომისა და შიმშილობის პერიოდს დაემთხვა. მამა დაიჭირეს. ოჯახში მხოლოდ ქალები დარჩნენ, ამიტომაც მისი აღზრდა დედამ და მამიდებმა ითავეს. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ბაადურ წულაძე თვლის, რომ რთულ პერიოდში მას მაინც განსაკუთრებულად საინტერესო ბავშვობა ჰქონდა. ბედნიერი ბავშვობა მქონდა. დედა ჩემი, მამიდა ჩემები, განსაკუთრებით ერთი მამიდა კატო, რომელმაც აიყო თავზე, დედა ჩემი ბევრს მუშაობდა თავზე, ჩემი და ჩემი დის აღზრდა და ის მიკითხავდა მე ზღაპრებს და წერა კითხვა არ ვიცოდი და უკვე ზეპირად ვიცოდი გრიშაშვილი უყვარდა რატომღაც გიждდებოდა. ხო და ილია ასე რაღაცა თელი ისა რა ქვია ქართული ლიტერატურა ზეპირად თუმცა წერა კითხვა ჯერჯერობით არ ვიცოდი. ხო და სოფელში, იმიტომ რომ შიმშილი იყო, ომი იყო, ომის შემდეგაც და როგორც კი დამთავრდებოდა ბოლო გაკვეთილი და მეორე დღეს უკვე სოფელში კრავდნენ და გავიზარდეთ. ომი იყო, შიმშილი იყო, გაჭირება იყო, რეპრესირებული ოჯახიდან ვიყავი. სულ მაგას ვიძახი, დაშტოფილი ნასკები და დალატკილი, იმით დავდიოდი, მაგრამ ეს იყო სუფთა გაოთავებული და იგზნობოდა ყველაფერში სიყვარული. მერვე კლასში იყო, როდესაც ბათუმის კინოთეატრ ოქტომბერში კინომექანიკოსად დაიწყო მუშაობა. ამბობს, რომ შესაძლოა გარკვეულწილად ამანაც განაპირობა მომავალში მისი არჩევანი კინორეჟისორი გამხდარიყო. თუმცა მსახიობობაზე მაშინ ნამდვილად არ უფიქრია. ამავე პერიოდში წიგნების შოვნაც კი ძნელი იყო, თუმცა ბაადურ წულაძეს ამ ხრივ ნამდვილად გაუმართლა. ბაბუის ძველ ზანდუქში მას უამრავი წიგნი დახვდა და მათგან ყველა წაიკითხა. ეს კი სკოლაში სწავლის პარალელურად ხდებოდა. ამბობს, რომ ამავე სკოლაში პედაგოგებიც განსხვავებულები იყვნენ. ფილოსოფიურად სხვანაირი პედაგოგები იყვნენ თავისივით. ახლა ვინც იყო ფრიადოსანი, რომ დაუწერდა იმას ხუთიანს და ამით და კარნახსაც კარნახობდით იმასაც ესე უყურებდნენ რა. ახლა ძალიან ნაგლად დაიწყებდი, გეტყოდ გავაგდებდნენ კლასიდან. ახლა მე სულ მაგდებდნენ კლასიდან, იმიტომ რომ მე კარნახობდი ხანი ერთი ოსი იყო გუბაევი ჩემს უკან, რომელიც ცუდად ხედავდა და ახლა ის დაჯებოდა ჩემს უკან. ხო და ხონდა გადაეწერა, მაგრამ ვერ ხედავდა რა ფერდა გადაეწერა. მე უცებ ყველაფერს და ავიღებდი ნაგლად მივცემდი და ახლა ის იყო ძალიან ისეთი, ის შეცდომებით იმაშვებოდა, გადაიწერდა. ახლა იმასე რომ გადაეწერა ჩემსავით ხუთიანი უნდა იცოდა რომ მე სამიანზე უნდა დაეწერა და ამიტომ ისე გადაწერდა რომ რამოდენიმე შეცდომას გააკეთებდა და თავის სამიანი ჰქონდა. ეგეთი ბულვარი კი არ იყო ახლა ასლან აბაშიძემ როთელი ისინი ხეები მოჭრა და ბუჩქი არ დატოვა. მაგ ბულვარში იღებდნენ ომის შემდეგ ესე იგი 15 წლის კაპიტანი ჟულ ვერნის მიხედვით და რობინზონ კრუზო იქ იყო იქ
ვერ გვნახავდა ერთ-ერთი მასწავლებელი, იქ ისეთი ჯუნგლები იყო, კაცო, როგორ გეკადრება. ფეხბურთს თამაშობდით, სანამ ერთმანეთს უკვე ვეღარ ვხედავდით, ისე რომ დაბნელდებოდა, ხო და მაშინ უკვე დაბრუნდებოდით სახლში და საღამოს იყო ორი წერტილი. ფაქტურად ეს ერთი წერტილი იყო, ერთმანეთს დაანახლოს იყოს, ესე იგი ორი კინოთეატრი იყო, ოქტომბერი და ინტერნაციონალი. ერთი იყო სტალინის ქუჩაზე, მეორე ლენინის ქუჩაზე. აი იქ იკრებოდა, მთელი საზოგადოება იქ იკრებოდა და ჩვენც ბავშვები სულ იქ ვიყავით საღამოს. იმიტომ რომ ახლა ქალაქი პრინციპში ცოტა უფრო ესეთი იყო, ჩაბნელებული, რო ვთქვა რომ გაშღაჟებული იყო, არა და იქ იყო, აი გეგონებოდა, ჩვენთვის ნიუ-იორკი იყო რა, ისეთი. ის იყო ცენტრი, ეს იყო ცენტრი, კინოთეატრთან, ესე იგი თავარი საზოგადოება იქ იყო და ჩვენც ბავშვები და მე თანაც იქ რო კინოთეატრი ოქტომბერში აღარ არის კინოთეატრი მექანიკოსაც ახლა მე შემეძლო 1-2 კაცი შემეყვანა კინოში რაღაც ვიცოდი ჩემი როგორ საიდან როგორ და ამიტომ ეს იყო ძალიან პოპულარული ვიყავი. როცა ამბობენ ქუჩა, აი ქუჩა, მთელი ახლა ბინა არ ქონდათ, რაღაც კორიდორი იყო, გადატეხილი რაღაც ფანერკებით და ორი ოთახი იქიდან ვითომ ორი ოთახი იყო, ხო? ხო და ამიტომ მთელი ცხოვრება გავატარე ქუჩაში. მთელი ცხოვრება სულ ქუჩაში ვეგდებ. იმიტომ რომ პრობლემა, გაკვეთილის პრობლემა არ იყო, მე უცებ რაღაცა, არ ვიცი, ნიჭიერი ვიყავ თუ ნიჭიერი, არ ვიცი, მაგრამ არ იყო პრობლემა. ამიტომ ბევრი დრო მქონდა. ბევრს კითხულობდი ამაზეც და მე სულ ქუჩაში ვეგდე. სულ ქუჩაში. ქუჩა მე მასწავლა პატიოსნობა, მე მასწავლა უფროსებს რომ პატივისცე და უფროსი უმცროსი შედი. რომ შენზე უფრო სუსტი არ უნდა დაჩაგრო, ორი ერთს არცემს და ასე შემდეგ ეს მთელი ქუჩის ფილოსოფია ავითვისე მე. დაახლოებით მე-5 კლასამდე ძალიან სუსტი ვიყავ, გახდა ეს რაღაც საშინელი, მაგრამ ისეთი ავტორიტეტი მქონდა, რომ ხელს თან ისეთ უბანში ვიყავი, სულ ხულიგნები, სულ ეგეთი უბანი იყო ცოტა. ხო და მე სპორტით რო დავიწყე, უბატონო თმას უკვე ვერავინ არა. და ჩხუბობდით ისიც რომ თან ისიც რა ჩხუბი იყო, ან მე ვცემდი, ან ის ვცემდა. სხვა ვარიანტი არც დანაც დაგარტყამდა. მე რასაკვირველია თუ ჩხუბობდი, ერთ-ერთზე ჩხუბობდი. არავითარი ის არ იყო რომ მე აი შემემცემე და მასალე მე ცოტა ხანში მე რაღაცას მოვიტან დანას, თოფს, იარავ და ავტომატს და ეს არ იყო. ამიტომ ჩხუბი არ იყო ესეთი პრობლემა. რადგან ფრიადოსანი იყო, დედას ძალიან უნდოდა ბაადურ წულაძეს მოსკოვში საინჟინროზე ჩაებარებინა. რადგან მაშინ ეს ყველაზე პრესტიჟული პროფესია იყო. მოსკოვში ბაადურ წულაძე ისე გაემგზავრა, რომ მანამდე რუსეთში კი არა, თბილისშიც არ იყო ნამყოფი. მე თბილისში არ ყოფილა. ესე იგი, ჩემი თუ მატარებლით მივდიოდით გურიაში, ან ლანჩხუთში ჩამოვიდოდით ანშუხუთში და იყო ნიგოითი. აი ეს იყო ბოლო წერტილი, სადაც მე ვიყავი. და თუ ოზურგეთიდან არ მახარაძეს რო უცხოდით, ესე იგი ბანკანით, ესე იგი ნაგომარი. აი ეს იყო ნიგოეთიდან ნაგომარი იყო ბოლო წერტილი ჩემი აი სამყარო. იქეთ უკვე რა ხდებოდა, მე აზე არ ვიყავი საერთოდ. მოსკოვში გამგზავრებამდე ბაადურ წულაძე რუსულის მასწავლებელსაც მიაბარეს, რომელმაც ენა მომავალ რეჟისორს საფუძვლიანად შეასწავლა. იმისთვის, რომ საინჟინროზე ჩაებარებინა, მოსკოვში ბაადურ წულაძემ ბაუმანის სახელობის ცნობილ ინსტიტუტს მიაკითხა. ეს იყო ივნისითვე. როგორც კი დამთავრდა კლამას ჩავაბარე, მაშინ ოქროს მედალი მქონდა და იმოთხებულობდნენ, გამოსდეთ რაღაცა ესა და გაფრებული იყო საქმე. და დაბრუნდები მქონდა ზღვაზე გავატარე. ხო და მივიტანე და ჩავაბარე, მიმიღეს რასაკვირველია ხო და აი მოხდა საოცარი, რაც ნიშნავს რაღაცა ეთქობა.
ვიფიქრე კაცო, მოსკოვში ტრამვაი პირველად დავინახე, ტროლეიბუსი საერთოდ ეს, მეტროზე საერთოდ ეს იყო ჩემთვის რაღაცა სხვა სამყარო. ხო და ვიფიქრე, ესე იგი, რამე ჩქარება, ხო, ჩხარისხული ხო ვარ, ხო, ახლა აგერ ზაფხულია, დადიან გოგოები, სამდენი რუსი გოგო არ მინახავს, სულ გადავირიე, აგერ გორკის პარკი, ეგეთი რაღაცა დისკოტეკა მაშინ არ იყო, მაგრამ ეგეთი შისტიგრანიკს უძახდნენ, იქ იყო ორკესტრი უყრავდა, იყო ტანცები, შვანცები, ერთი თელი, ახლა ვიფიქრე, აგერ გავატარებ და მერე წავალ და ახლა რა. მოსკოვში ყოფნისას ვგიკის შესახებ ბევრი რამ ესმოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაუმანის ინსტიტუტში საინჟინრო ფაკულტეტზე ოქროს მედალოსანი ბაადურ წულაძე უკვე ჩარიცხული იყო, სრულიად მოულოდნელად მან გადაწყვეტილება შეცვალა და ვგიკისკენ გაემართა. ვიფიქრე, წავალ ესე, აი გიკი, კინო, რას წარმოადგენს, ვის ამზადებენ, რა ხდება იქ, ხონდა გავიგო. ხო და მიწერს რომ ხო და წავედი მახსოვს გამოვედი ბაუმანის მეტროში ჩავდიოდი ამოვყევი პლოშად რევოლუცი დავძევი მე-9 ნომერ ტროლეიბუსში და მისთხრეს რომ მივიდივარ გათავდა მოსკოვი გათავდა რაღაცა დაიწყო რაღაც ხიბარკები რაღაცა იზბუშკები რაღაცა ისა ვიფიქრე სად მივდივარ რაღაცა აღარ ჩანს ეს და როგორც იქნა ის რომ არის აი მუშა და ის კალხოზნისა და დავინახე და ვიხდი რომ კიდე მოსკოვში ვარ და იქვე იყო გორკის სტუდია და იქვე ინსტიტუტია ეს გიკი მივედი ახლა იქ თურმე ფაკულტეტო და ამარჩიო მე ნუ ახლა მწერალი რო ვიცი მე სასცენაროზე ხატვა არ ვიცი ოპერატორი ძალიან ეჭვმეპარება ფოტო ვიცოდი ესე ხა ნუ მსახიობი რომ ჩემგან არ გამოვა ეს მე ამას მასე ეჭვი არ მეპარებ და აღმოჩნდა რომ მე ყველაზე ადვილი არის რეჟისორი ამაზე ადვილი არაფერი არ არის აფერი არ არის საჭირო ვიფიქრე რა არის ეს რა უბედურება და მე კარგად მახსოვს 27 ის მომიწია ნომერი საგამოცდო ბარათის და დავწერე განცხადება და ჩავაბარე საკუთარი მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ ბაადურ წულაძემ დედას მისწერა. დედას ეს არ მოეწონა, თუმცა არაფერი უთქვამს. მალე ვგიკში რთული საგამოცდო ტურები დაიწყო, რომელსაც მომავალი რეჟისორი არც კი ელოდა. აგვისტოში ჩამოვიდა, მაგრამ რა ჩამოვიდა? დადიან ეიზენშტეინ, პუდოვკინ, რაღაცებს, მანტაჟ, ტიპაჟ, რაღაცებს იძახენ, ვიფიქრე, სად მოვხდი, რა არის, რა უბედურებაა, კაცო, რა დაბოდიალოს ეს ხა. ეხლა რაღაცა ხონდა ვისწავლო იქ რაღაცა ლექსი ის ახლა ლექსი და ის არ მახსოვს მაგრამ პროზა მახსოვს გოგოლიდან რუსტროიკა და ამ რუსტროიკას არის და ერთი ტურებიდან ტურებში გადავდივარ და ვაჯლიგინებ ამ რუსტროიკას ზემოთქვემო და ახლა ხედა პირველი ტური ავედი აღარ დარჩა კაცშვილი და აღარ დარჩა მივედი ბოლო ტურამდე საინტერესო რა და მახსოვს ესე იგი რაღაც დიდი ოთახი იყო ვითომ საერთო საცხოვრებელი და დავჭით მე და ვასია შუქშინი ამ ოთახში. მეტი არავინ. ხო და აი 30 კაცი დარჩა და 30 კაციდან ესე იგი 20 დაახლოებით უნდა უკვე რა და რამდენი იყო ვიფიქრე ეს რაყოფ ხო და აი 20 კაცი აღარ მოხვდი მე. პირველ ცდაზე ვგიკში ვერ მოხვდა. ამიტომაც პრინციპულად გადაწყვიტა ბედი მეორე წელსაც აუცილებლად ეცადა. ერთწლიანი შესვენებისთვის კი ბათუმში დაბრუნდა. ამავე პერიოდში ბაადურ წულაძემ საკუთარი ძალები პირველად მოსინჯა კინოში როგორც მსახიობმა, თუმცა წარუმატებლად. ეთერის სიმღერაში მისი ეპიზოდური როლი ვერ შედგა. ეს იყო ჩემი დებიუტი როგორც მსახიობი ახლა. ნუ ჯგუფი ხო იყო იღებდა ახლა მე არც არც პროსტო უყურებდი მაინტერესებდა ეს რა არის კინოს როგორ იღებენ ახლა როგორ აჩვენებენ ეს ვიცოდი ახლა როგორ იღებენ ესაც მაინტერესებდა ახლა საერთოდ ხდა იღებდა ეთერის სიმღერას და იქ ეგეთი ეპიზოდია ვალიკო კვაჭაძე თამაშობდა ფალიაშვილს რომ დილით ფალიაშვილი ჩამოდის აი კიბები რო არის ეგეთი რაღაცელი თბილისური ესო და რაღაცნაირად რო ეჩვენებიათ რომ ხალხური წყაროები მისი შემოქმედებისა ფალიაშვილს აღარ მახსოვს რომელ სიმღერას
ჟუჟუნა წვიმას თუ ნეტავი გოგო მედაშენ რაღაც ამ სიმღერა ესე იგი სიმღერა რომელიც ახლა ყველა მიცის ახლა აი სიმღერა არ ჟუჟუნა წვიმა და ისა ისეთი სიმღერა არის არალო და ნეტავი გოგო არ არსებობს პატარა საბავშვო ბაღიდან ვიცი ეს სიმღერა ხო და ამიტომ ესე იგი ერთ კუპლეს ვიღაცა სარეცხეს ხა მღერის მერე ორ სტრიქონს ვიღაცა რაღაცა მაწონს და ასე შემდეგ და ეს გადაიღეს და დარჩათ ესე იგი ორი კაცი ნარს თამაშობს და ახლა ერთი არის და მეორე ვერ ნახეს და სიკოთქა მაინც აგერ უსახმოდ დაბოდიალობს და მიდიო ესე იგი აი გაითამაშოს ნარდი და ერთი სტრიქონი იღემღერა კუპლეტიც არა ერთი სტრიქონი იმღერეს ხო ულვაშები გამიკეთეს ჩამასვი რაღაც მომეწონა სავით ხო და ახლა დავჭიქი და სიკომევრება ახლა წავა ფონოგრამაო და ესე იგი ჰარი არალო და ახლა ვთქვა მე მგონი ამ ნედავი გოგო მეც ამით დამთავრდება შენი პე კი ბატონო მეთქიო აბა წავედა მატორ და როცა მოვიდა ესა არა სიკოთქა არა თან ღერი ხარ და თან არც აკორებ მე ოი ნუ და წავიდა ახლა აბა მატორ იქ წავიდა და აგერ სიკო კაცო დაგავიცდა უნდა იმღერო ხო ეხლა კი თამარა აი ეს ერთდროულად სიმღერა და ნარდის თამაში მე მგონი ამდენი დუბლი არ გადაღებულა იმაში კინოში ხო და სიკომ თქვა ეხლა ეს მომაშორეთ აქედან ეს მომაშორეთ თორე გადავირევით აი ეს არის ის მაგრამ ჯერ ულაშები არ ამა გაკეთებული მე ულაშები დამაკრეს ეგეთი ისინი ულაშები აი ესე ჩამაცვეს და მე გამაგდეს ეს გამხადეს ყველაფერი და ესე იგი ძალიან ისეთ დიდი ჭიილკივილით გამაგდეს მეორე ცდაზე ვგიკის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამავე ინსტიტუტში მომავალ რეჟისორს მსახიობის პროფესია, რომელიც ყოველთვის ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა პედაგოგებმა მაინც შეაყვარეს. აქვე იგი თითქმის ყველა ეტიუდში იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ვაბარებდით საკავშირო კინოინსტიტუტში დიდი რეჟისორის დოვჟენკოს სახელოსნოში და ყველა ვღელავდით, იმიტომ რომ დოვჟენკო შედიოდა სამ უდიდეს საბჭოთა რეჟისორში, ესე ვთქვათ. ეზენშტეინი, პოდოგინ, დოვჟენკო, მაგათ შექმნეს აი ეს მუნჯი საბჭოთა კინოს სახე საერთოდ. და ჩვენ ვაბარებდით და მე გამოვიხედე გას კიდევ ორი ქართველი. სიშვიათეა რომ ამდენ ქართველი ერთად აბარებდეს. ხო ბადურ წულაძე და ოთარ იოსელიანი და მე. მაგრამ მე ვიყავ ყველაზე ახალგაზრდა. და ესენი ცოტა ჩემი უფროსები იყვნენ და სხვადასხვა გამოიყურებოდა. ბადური საკმაოდ უფრო მეტ წლოვანებაზე ვიდრე სინამდვილეში იყო და მე ვფიქრე მე აქ არ მიმეღებენ კაცო ეს ამ ხელა ჭკვიანი გამოცილი ხალხი ბადური და ოთარი. წარმოგიდგენთ ისე მოხდა რომ სამი მოხდით კურსზე. სწავლობდა სარეჟისორო ფაკულტეტზე. ოთარ იოსელიანთან და გიორგი შენგელაიასთან ერთ კურსზე იყვნენ ეგენი. ძალიან კარგი კურსი იყო. და ბუნებრივია, თვითონ არის ძალიან კოლორიტული პიროვნება. და ბუნებრივია, ეხლა ეტუდი, ფილმი, მსახიობი არა, ამის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს. ან ღრმად ინტელექტუალური უნდა იყო, ან ისეთ, ამას ყველაფერი ჰქონდა, აი მისი შესაბამისი გარეგნობა, ცოტა სქელი კაცი არის. ძალიან კარგი იუმორი, მიბაძვის უნარი, აი ყველაფერი ეს ის არის, რაც ადამიანს რაღაცნაირად განგაწყობს, ისიც ეკრანის მიმართ, მსახიობის მიმართ და ასე შემდეგ. ყველაფერი ის ხდება, ბუნებრივია, ნელ-ნელა მოხდა მის ცხოვრებაში, შემოქმედების ცხოვრებაში, აი ესეთი ცვლა, რომ იქით უფრო გადაიხარა და მსახიობი გახდა საბოლოო ჯამში, თორე რეჟისორია და ჩვენიერი ფილმები აქვს მას. მე ვიყავი სპორტსმენი, რაღაცა ესეთი, კალათბურთს თამაშობდი მანამდე. და იოსელიანი იყო უდიდესი მისტიფიკატორი, როგორც მე დარჩა. რაღაც საოცარ ამბებს ხსავდა, ჯერ ვაბარებდა, იქ რაღაც განცხადებები დაწერა, რომ სამბოში არის ჩემპიონი უნივერსიტეტის, უნივერსიტეტიდან გადმოვიდა. ხო და ბადურმა მითხრა მაშინ რაღაც არ გავსო ესო, ხო, ეს კარგად არ ვისწოდი. აბერტი გამოცადებო რა და მთელი კურსის თანდასწრებით ავწიეს იოსელიანი დავდე. ბადურის იდეა იყო, სხვა ბადურის იდეა. ბადურ წულაძე ცხოვრობდა პირველ სართულზე, საერთო ცხოვრებაში, ჩვენ ცხოვრობთ მეოთხე სართულზე. ბადური 2 წლით გვიან ჩამოვიდა ინსტიტუტში სასწავლებლად და ნუ რა ვიცი, პირველ სართულზე ახლა მისი ოთახი რითი გამოირჩეოდა გეტყვით.
შეიძლებოდა ამოძრომა და შემოძრომა საერთაშორისოში ისე რომ არ გაგევლო იქ აი ხო ყველგან პოსტები იყო სადაც მორიგეები იყვნენ ისე რომ როცა ჩვენთან სტუმრები მოდიოდნენ როდესაც ღამე გაპარვა გვიხდებოდა ჩვენ როდესაც ჩვენ ვთქვათ კარგად ვერთობოდით ვქეიფობდით რაღაც და მე საჭირო იყო სტუმრები წასულიყვნენ ისე რომ არავის არ ჩაეწერა ჟურნალში ბადურის ფანჯრით ნახდებოდა ყველაფერი ეს საერთაშორისო ცხოვრობთ ესე კი არ ვიყავით განებერებული როგორც აი ბევრი ჩვენი ეხანდელი ახალგაზრდა ეს იყო სხვაჯერ მოშორებით ძალიან ჩვენი ინსტიტუტიდან მაგრამ არაფერი ტრანსპორტი არ იყო პირდაპირ ამიტომ დილას ჩვენ ვდგებოდით აი უთენია და იქ ხუთს სტენდება რუსეთში და ღამე ფაქტიურად და მივდიოდით ერთი 30-40 წუთი ფეხბურთი გვერა რომ მიგვეცი ამ თოვლში იმას ზამთარში ზუსტად ვერ ვიხსენებ ტოპოგრაფიას ვინ რომელ ოთახში ცხოვრობდა მაგრამ ძალიან მომჭირნებს სტიპენდიას ცხოვრობს სულ ყველა არავის არ ქონდა ესეთი მშობლები არ ყავდა არც ბადურს არც ოთარს ჩვენ ისე როგორ იყებოდით აი რომ წავიდოთ ინსტიტუტიდან სახში შევიდოთ მაღაზიაში ერთ სამკოლო პელმენის ვიყიდით და ღამე ამას შევჭამ იმ წყალს არ ვასხავდით აი რა შეცხარებდით აი პელმენის წყალს ეხლა ყველა ვასხავთ ხო იმას მე დავლებდი ხომ დირას ცოტა ხო იყო შიგ რაღაც სახამებელი და დარჩენ აი ეს ზნელპირობებში იყო ეს ჩვენის მაგრამ თვითონ ინსტიტუტი იყო რაღაც საოცრად პირველი სერიოზული პრობლემა ბაადურ წულაძეს სადიპლომო ნამუშევრის გადაღების დროს შეხვდა ფილმზე მუშაობაც კი არ ჰქონდა დაწყებული რომ მასალა დაუბლოკეს მაშინ იგივე განაჩენი გამოუტანეს ოთარ აბესაძისა და რეზო ესაძის ფილმებსაც. პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბაადურ წულაძესთვის ფილმების გადაღება არც შემდგომში ყოფილა ადვილი. ჩვენ რო ახალგაზრდები მოვედით სტუდიაში, ქართულ ფილმში. აი რა თაობების და არის იცი რა ჩვენ ვიცოდით რომ ესენი არსებობენ, რომ ამათ რაღაცა გააკეთეს და ჩვენ რასაკვირველია ვიბრძოდით რომ ჩვენს რაღაცა გაგვეკეთებიათ ხო მაგრამ ის არ იყო რომ ესენი ვინ არიან და აფშე დურაკები არიან და ეს ბებრები მოგვა რაღაცა ეგეთი ის არ იყო იცი რაღაც ჩვენ ვიცოდით რომ ჩვენ სრულმეტრაჟიანს ჯერჯერობით არ მოგწევენ იმიტომ რომ ესენი იღებდნენ კაცო ესენი იყვნენ სახალხო არტისტები ისა და ისა თეთრი ლაურეატები და რაღაცა ჩვენ მიმოგწევთ ჩვენ გითხრეს რომ გინდა დაგე რა მოკლემეტრაჟიანი მიგა აქედან დაიბადა ეს ჩვენ კი არ დავიწყეთ მაიცა კაცო რა გინდა ეს მოკლემე ჩვენ აგე რა ის გინდა აი გიორგი სააკაძე და რაღაც გადა ესე არის რო კაცო თქვენ თუ გონიათ რომ ჩვენ რომ მოვედი და ესე იყო სტუდია აი მომწანდით არა გიში ხო არა ზა ვინ გითხრა კაცო და ესე იდგა თელი ის ძველი რეჟისორები როგორ გეკადრეო აბა მომწანდე აბა თქვენ იცით ვინ რა ისურვებს ეგრე არისო კაცო და გითხრა ჩვენ გიშები ვინ არის კაცო საერთოდ მოჯლიგინდნენ ეგრე არისო ბადურ ძალიან რბილი კაცია რა ამ პროფესიას რა მაპატეს მაგრამ ვირულ ხასიათი უნდა რომ გაიტანო ფილმი რომ იბრძოლო რომ ეს არის ბადურის ბიოგრაფიაში ეს არის რომ უფრო მსახიობის კარიერაზე წავიდა და არა რეჟისორის რომ მე მახსოვს ეს პერიპეტიები რა ძალიან ძნელი იყო ფილმის გატანა მას ჰქონდა რაღაც პროექტები მახსოვს მაგრამ ну მე ესე მოხდა რომ აი წავიდა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს იცით ჩვენი პედაგოგი თვითონ ეს დოჟენკო პირველ რამაზ მოვიდა ჩვენთან გაკვეთილზე გითხრა ყველას რომ что нужно режиссеру он ვიღაცამ თქვა ერუდიცია მე თქვა ნიჭი არა ყველაფერზე თქვა რა первую очередь организация способность организации ხო და ჩემს საყვარელ ბადურს ცოტა ეს წეგობა და აკლია ეს организация ეს დასაძრახი არ არის მალე ბაადურ წულაძემ პირველი ეპიზოდური როლი შეასრულა ფილმში ქორწილი, რომელშიც მთავარ როლს გოგი ქავთარაძე თამაშობდა. მიშა იღებდა რაღაც სხვა ფილმს იღებდა სხვათა შორის. ნოდარ დუმბადის ნოველის მიხედვით ზუსტად 8 საათს. ხო და თქვა რომ აი რაღაცა მოხდა იქ, ესად ეს ფილმი რაღაც მასალა გადააგდეს რაღაც ის როლესაც. და დარჩა მიშაც დიპლომს იღებდა, ხო და
აი ეს ქორწილი უნდა მითხრა რომ აი არც ფული მაქვს, არც არაფერი არა მაქვს და აი თუ დათანხმდები, მე ვთხარი მაინც საქმე არაფერი არა მაქვს და დათანხმდი ამ ეპიზოდზე რა, ორი ეპიზოდი, ერთი ავტობუსში ვარ და მეორე გაზეთს რო ვკითხულობ. ხო და მოხდა რომ ამ ეპიზოდის შემდეგ, ესე იგი, ამ ეს რეჟისორები მეცენ და არიქა ათხდა ერთი ტივილ-ტივილი და ერთი ისა. ბატონი რო შეხედავ იმდენად მიმზიდველია ცხოვრებაში რომ თვითონ როგორც ვიტყვი ბოგ ნადოშო პაუზი რომ გადაიღო ეკაცი რა მე ხო გადავიღე ვერეს მელოდიებში გადავიღე ეხლა გადავიღე აი ბოლოს სურათში და ვერ ახლა რუსეთში როგორ უყვართ რუსეთში როგორ მსახიობი უყვართ ვიღაცა შეცდა თავიდან არ მახსოვს და გადაიღო ბადური და მე წავიდა მაგის კარიერა როგორც მსახიობის უკვე შეიქმნა იმის გარო პირადად არის ძალიან მომხიბვლელი და დადებითი პიროვნება Sonra manaşı. Tamam gezak ya. Hadi ya. Tamam, aha, hadi git. Geçiyor sen ya, hadi bir çap. პირველი ფილმი, რომელიც ბაჰადურ წულაძემ რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით თავად გადაიღო, ფეოლა იყო. ამავე ფილმში მთავარ როლზე მან იპოლიტე ხვიჩია დააკავა. რეზო გაბრიაძემ გამიხრიტა ტვინი, ესე იგი აი ქუთაისში ესეთი ძალიან მომეწონა ეს სიუჟეტი. მე ვთქვა რეზო რაც მიყვი დაწერე და ამიტომ მე მგონი ერთი წელიწადი მიყვებოდა. ყოველ საღამოს თითქმის მოვიდოდა რაღაცა და ამიტომ ამ ფეოლაზე და ჯერ სხვა ფეოლა არ ეხლა ოქიმერიონი ეკვა ამ ფილმს, ესე იგი აი გუნდის მისახა და დოლაბერიძე და ესე იგი ამ რაქვიან უკვე ყველაფერი ვიცოდი არ მივირსე აბსოლუტურად ყველაფერი იმიტომ რომ მე უკვე და რო დაწერა ნუ რასაკვირველია ნუ სტუდია ყირაზე დადგა რო არა და სხვა და ახლა და აი ეს ნუ ახლა ბევრი სირთულეები და ნუ ბოლო აი დამთეს უფლება ყველაფერი ქუთაისში ხდებოდა ამ მიხედვით მაგრამ იცით რაშია საქმე მაინც პირველი ფილმი ჩემი და ვიფიქრე იცი რა ქუთაისია მაინც მაგრამ ახლა იქ არ ჩანს რომ ეს ბათუმია თუ ისა მაგრამ რაღაც არსებობს აი ეს ფლუიდები რაღაცა რომელიც შენ აი ეს მიწა სადაც გადებს და ამიტომ ვიფიქრე მოდი ყველაფერს ბათუმში გადავიღებ. ხო სულ ერთია ეს გუნდი სად იქნება ეს გიჟების გუნდი და ეს აბსოლუტურად მაგრამ იქ რაღაცაც შემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ვიფიქრე აი ეს მომიტანს მე გამარჯვებას. აი თუ ბათუმში რაღაცა აი რომ თუ ბათუმში მე ეს გადავიღე აი ეს მომიტანს მე გამარჯვებას. ხა იყო ფეოლაზე ხა ვინ ითამაშებს ამ თავარ როლს და ნუ იყო აქეთ იქით ვინ მე ისა და მე ვიფიქრე კაცო პირველი როლი ახლა მე კიდო ვითამაშო მე კიდო ვიღო მე არ და დაიბადა რასაკვირველია ნუ იპოლიტეს ისა ნუ მე ისე არ მინდოდა იპოლიტე იმიტომ რომ მე ვიფიქრე ახლა ეს არის ვარსკვლავი სუპერ ვარსკვლავი მე მიმაჩნია ეს არის სოფლიო უბრალოდ მისი ნუ ბედურებაა რომ სოფლიო ეკრანზე მაგრამ იპოლიტე იყო სუპერ ვარსკვლავი მარტო საქართველოს ეხლა ვიფიქრე ახლა მე ეს ჩემი პირველი სურათი ამაზე აგებულია ჩემი ბედიღბალი ეხლა იპოლიტემ თუ დაიწყო თავისი ვარსკვლავობა და თავისი ხო დავიღუპე მე ნუ აქეთ იქიდან აი შინჭებზე ვიგძენი რომ მე არა იპოლიტე სხვანაირი კაცია ეს არის მუშაკაცი ეს არ არის რომ ახალგაზრდა ჯერ როლი რო არ უთამაშია და რო ავარდება ტმიში და მაგაზე გენიოსი არავინ არ არის არა ეს არის იცის თავის საქმე ხო და ძალიან დავმეგობრდი. ხო და გადაღების დროს, ნუ პრობლემა კი არა, აი პრობლემის მიასედი აღარ შემექნა. ისე და მიჯერებდა ვითომ მე ვიყავი ფელინი და ეს იყო ახალგაზრდა მსახიობი, ისე მიჯერებდა ყველაფერს. მე ვფიქრობ ამ პატარა ფილმიდან გამომდინარე, მას შეეძლო ასეთივე ტიპის ფილმები შეიქმნა ძალიან საინტერესო და სასაცილო. იმიტომ რომ გემოვნებიანი კაცია. შეიძლება ალბათ ცოტა დასადანია რომ რამოდენიმე კომენტრაჟიანი ფილმი რო გაეკეთებინა ახლა ისე რომ თქო ალბათ შეიძლება საინტერესო ფილმები ყოფილიყო. ფილმი მოსკოვში კარგად მიიღეს, განსხვავებით საქართველოსგან.
ფეოლაზე მაშინ ცნობილ ჟურნალ სავეტსკი ეკრანშიც კი დაიწერა დადებითი რეცენზია. მალე ფეოლა რიგაში სპორტული ფილმების ფესტივალზეც კი გააგზავნეს, სადაც ჟიურიში უმეტესად სპორტსმენები იყვნენ. ამ შემთხვევაზე ბაადურ წულაძეს დღემდე ეცინება. კინოში უამრავი საინტერესო როლი შეასრულა, მათ შორის ბევრი ეპიზოდური, თუმცა ძალიან გახმაურებული როლი. მასზე, როგორც მსახიობზე, სერიოზული მოთხოვნა გაჩნდა. ამბობს, რომ ასეთი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეჟისორებთან შეთანხმებული მუშაობა იყო. მან იცის, როგორ არ უნდა ითამაშოს კინოში. ეს იცის რა, ძალიან ბევრთან მიხდება ის, რომ აი დოზას დააკელი და თეატრალური და რაღაცა. მან იცის ზუსტად რის გაკეთება არ შეიძლება კინოში. ამ ხრი მასთან მუშაობა და წვალება უკვე აღარ არის საჭირო, სხვა რამებზეა ხოლმე საუბარი. ჩემთვის არაფსოლუტურად არ არსებობს პრობლემა რეჟისორისა. მე ყურადღებით უსმენ რა უნდა რეჟისორს. და მე იმას შეიგი ისმი თუ რაღაცა მაქვს, იცით რა რეჟისორს წინასწარ უნდა მოელაპარაკო ყველაფერში. იცი რა? აი რაღაცა თუ არ უნდა უთხრა, მაგრამ უნდა იცოდე რომ მე რეჟისორმა იცის ყველაფერი ის და იმიტომ აგიყვანა შენ იმის იდეის და შენ უნდა ეს თუ რაღაცა წინასწარ და მე თუ დაიწყე შენ კამათი ზოგჯერ კამათობენ კაცში აქეთ იქ აღარ ეს უკვე გამორიც არ შეიძლება ეს წინასწარ თუ ფორმანი ამბობს გენიალურად რომ მე მსახიობს ვაძლევ უფლებას ერთი შეკითხვის всё ერთ შეკითხვას მეტია მე უნდა ითამაშოს აი იპოლიტესანს ესე იყო რომ წინასწარ ყველაფერს თან უკვე ჩვენ წინასწარ სანამ ფილმს დავიწყებდით უკვე ჩვენ ყველაფერი ვიცოდით ამ ფეოლაზე ვინ არის რა არის და იმანაც უკვე იგრძნოთ ქუთაისელია და უნახავს ეგეთი ტიპები და ამიტომ ჩვენ ეს პრობლემა არ ქონდა ჩვენ თითქმის უპრობლემოდ გადავიღეთ რა ბადურისთან ურთიერთობა მართალია მაშინ ეს რეჟისორი სოციოლოგს და გადაღებას რაღაცა კარნახობს ხოლმე რაღაცა რასაც მე არ ვიღებ პროსეგრები და ბოლოს ფილმი დავთვალეს ვიდეო და მატარებელი ეგ და ჩემი ძმა დაიდნენ ფეხფერზე გადადეს და თავაზობდნენ რაღაცა მონტაჟში რაღაცას ასე რომ ეს არ მივიღე მე არ ვიშინოს არის შეიძლება 8 საათი 10 საათი ელოდოს და აბსოლუტურად ხმა მოიღოს და მე შემოვიდეს კაცში და ითამაშოს ისე როგორც საჭიროა ანუ მას აქ ძალიან მომწონს რუსებმა იციან თქვა ესეთი გამოთქვა ზერჟინე მანერა იგრი თავშეკავებული თამაშის მანერა რომელიც ძალიან უხდება კინოს რა ცოტა გავს ჟანგაბენს სხვათა შორის სახეზე თუ დააკვირდეთ გავს რაღაცით რა და აი თამაშის მანერითაც გავს ასეთ მსგავსებებს წულაძეების ოჯახში შეჩვეულები არიან ამ ორ ფოტოზე ბაადურ წულაძის მამაა გამოსახული მესამეზე კი ჰემინგუეი მათ შორის განსხვავებას დღემდე ვერავინ პოულობს ბაადურ წულაძეს ეპიზოდური როლების საინტერესოდ შესრულების საკუთარი რეცეპტიც კი გააჩნია. ამავე რეცეპტის მიხედვით მან გია დანელიას არ დაიდარდოში მედუქნის როლით შეასრულა. სწორედ ამ ფილმის მეშვეობით ბაადურ წულაძე საბჭოთა კავშირის მასშტაბით ცნობილი მსახიობი გახდა. უნდა იცოდე ზუსტად ვის თამაშობ. ეს უნდა იცოდე ზუსტად აბსოლუტურად. ცესილია თაყაშვილი რო თამაშობს იმაში რა ქვია ცისფერ თებში მე ვიცი ვის თამაშობს ესეთი კონკრეტული ეგეთი ადამიანი არსებობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში ვისაც მაგი თამაშობს ახლა სხვანაირად თამაშობს მაგრამ ის იმას ჩავლო
ის იყო მოლარე იყო საოცარი აი იმას ჩავლო იმან ამიტომ შენ გაქვს პატარა დრო აი როგორც ნოველა და აქ იმას აი იქ უნდა მაგრამ გამოჩნდები ეკრანზე იცით რა შეა საქმე თუ დაიწყე ახლა თამაში ეს არა ის მაყურებელმა უნდა იმ წუთში ჩაავლოს შენ ბიოგრაფიას მიხარ შენ რა ამაში გაქვს ძალიან ცოტა დრო ამიტომ უბრალოდ ყარების გაღება და შემოსვლა ეს არაფერს არ ნიშნავს კი მაგრამ იქ სანამ შემოდი რა დაგემართა შენ არ დაიდერდოში საიდან შემოხვედით ბატონო ბარდო აი ეს საიდან შემოვედი და შემოვედი ეს არის ჩემი სამყარო ეს ჩემი სამყაროა ამ სამყაროში ცხოვრობ მე ცოლი რომელიც მიყვარს მე რა ვიცი რომ ის ღალატობს ხო მედუქნე არის მედუქნე თევს რო იჭერს და ამ დროს ცოლი ღალატობს თუ არ ღალატობს არ ვიცით მაგრამ ასე ვთქვათ მზად არის ფლირტი გააბას ბენჟამენ ღლონთან ასე არ არის ხო თუ კი მიეცემა ამის საშუალება და ბადური ამას ძალიან მოთმინებით იტანს ყველაფერს ამ ფილმში. ეს ყველაფერი იცით რა არის? აი კომედია ხო ყოველთვის აგებული არის შეუსაბამობებზე. გია დანელი ამისი ოსტატი არის. თანაც ოსტატი ესეთია რომ გარეგნული კომედია გააკეთოს. ეს ყველაფერი ყოველთვის ღრმავდება და ერთდროულად არის სიცილი, ტირილიც თუ საჭიროა ეს სევდას და ყველაფერი. ის რა ცხოვრება არის. ბადური და საერთოდ მთელი ის ანსამბლი რომელიც გიამ შექმნა, აი ამის აბსოლუტურად ზუსტად შეშლილი. ფილმიდან ფილმში გადადის ეს მსახიობი რომელიც მაშინ გია დანელიამ შეიყვანა თავის ფილმში. ბადური ბუბაკი კაბიძე სოფი კოჭიაურელი ნუ სერგო ზაქარიაძე ახლა არაფერს ვამბობ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბადური მარტო სახიობის ნიჭი კი არა აი ხო ესეთი კომპლექსია არასშორად ცეკავს საერთოდ მე რატო გადავწყვიტე რომ პოლიციელი მაგას უნდა ეცეკვა 1000 მოცეკვავე იყო ოპერისტიაში და სხვაგან აბა ერთი არ ვიცი თქვენ თუ შეხვდებით ერთი აი ბუგი-ბუგისაც იცეკვები და რასაც გინდათ აი ეს მაგრამ ამას სულ აკეთებდა ინსტიტუტში რომ ვიკრიბებოდი ძალიან პლასტიურია და კარგად იცის ცეკვა Musique. Allons. 1, 2. Voilà, léger comme ça. Attention, attention. 1, 2, 3. Coquin, comme ça, aérien. Allez-y. Allez, à toi, où tu travailles bien. ბაადურ წულაძეს სერიოზული წარმატება მოუტანა რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით რეჟისორ გენო წულაიას მიერ სამი საგზაო მუშის შესახებ გადაღებულმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიამ, რომელშიც იგი კახი კავსაძესთან და გივი ბერიკაშვილთან ერთად თამაშობდა. კლასიკური ის არის მე კახი და ბერიკა. ამიტომ ჩვენ უკვე ამაზე კარგი პარტნიორობა წარმოუდგენელია საერთოდ, რაც ჩვენ სამი რო ვიყავით, სამი პეტრიაშვილი იყო ეგეთი თუ გახსოვთ და ის დიდი იმით გამოდიოდა რომ რა შეიძლება რომ აი ესეთი სამი დებილი წარმოადგენდეს ქართულ იმას და ქართველები მეოთხარი კაცო არწმარდი გურამ კაცო ჩემი უსაყვარლესი გმირი არის შვეიკი რომელსაც ოფიციალური დოკუმენტი აქვს რომ ის არის დეგენერატი ხო ოფიციალური დოკუმენტი აქვს იმას ხო და ახლა რა მოხდა კაცო ნუ ეგეთი დებილები ვართ კაცო დაგვანებეთ თავი კაცო რა ის შესანიშნავი ფილმია შესანიშნავი ერთი ძალიან კარგი საფუძველია დრამატურგიული ხო არაჩვეულებრივი მოფიქრებულია ეს ამ გაბრიელის მიერ მაგრამ ეს სამი კაცი როგორ ავსებს ეს სხვა შორის საწყალი რამაზე დამსახურება მაგ ფილმის რეჟისორს და როგორ დარჩა ნახეთ აი სამი გივი კახი ბადური სამივე არის კეთილი სამივე არის პლუსის ნიშნით ადამიანი იმიტომ უყურებ რომ ყველა კარგები არიან აი ბადური გივი და ბადური აი ამ შევიდა ამ ასე ვთქვათ აი ამ მსახიობების თანავარსკვლავედში ბადური ისეთ საქმეს აკეთებს კინოში როგორც მსახიობი როგორც რეჟისორი რაც იცით აი ყველაზე მთავართან ხელოვნება არ არსებობს სიცილის და ტირილის გარეშე ესე იგი ან უნდა გაიხარო ან უნდა დამწუხრდე ეს არის განცდა არის ჩვენი ძირითადი ასე ვთქვათ
სამოქმედო მაყურებელთა საურთიერთობო საშუალება და ბადური ის კაცია, ვინც აცინებს, ვიზეც ეცინებათ. არა იმიტომ რომ ის სასაცილოა, იმიტომ რომ მისი გამოვლინება ყველაფრის არის რაღაც სიხარულის, სიამოვნების მომტანი პიროვნების. გაიხსენეთ მისი წინ აი მოკლემეტრაჟიანი ფილმები რო იყო, სადაც ბადურ წულაძე, კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი ერთად იყვნენ და გზას ხაზავდნენ თუ რაღაცას იშვებოდნენ, ხო გახსოვთ არა? იყო. ეს ერთი სიამოვნება იყო. აი მათი ურთიერთობანი, მათი ხშირ შემთხვევაში სულელურ რაღაც სიტუაციაში აღმოჩენა, თქვათ, შეყვარებისას რაღაც დაკარგვა იმისი იმედის და იმისი, მაგრამ ყველაფერი ესე მსუბუქად, ისე ადამიანურად რაღაცნაირად, იცი, ისე იოლად ხარისით ხდება ყველაფერი, რომ ეს პიროვნება, რომელსაც უზარმაზარი სიამოვნება მოქონდა და მოაქვს ადამიანის საზოგადოებისთვის. კახი და მე სხვადასხვა ვარ ძალიან დისციპლინირებული. კახი და მე არ არსებობს, რომ მე დავაგვიანოთ სადმე. ნუ ბერიკა სულ აგვიანებდა. სულ აგვიანებდა. ახლა მე ახლა წნარა, მაგრამ შენ უნდა გენახა კახის და ბერიკას ჭუბი. ბერიკას რო სულ იღიმებოდა, იცინებოდა, ეს ვაგინებდა. შესაძლისხარო. რა ეს? მე დიგოფასები თვითსახიობს, რამდენად არაწუხებს ის რეჟისორს, რამდენად არაწუხებს გარემოს. ბევრი არის ისეთი მსახიობი, რომ ან დააგვიანებს გადაღებაზე, არ არსებობს რომ ბადურ წულაძემ გადაღებაზე დააგვიანოს. აი ახლა მე ვიღებდი რაღაცა აბსოლუტური ბოდიშფიხტი ბარდაგი იყო რა, იმიტომ რომ მატარებელი, რომელიც გამიჩერეს 10 წუთით, მე უნდა გლენდაგზე სხვამ გაიაროს, ამ დროს ვიღაც მსახიობი ახლა არ დავასახელებ აგვიანებს. და ბადური არ არსებობს. ბადური, კახი, გივი, რამაზი ესეთები იყვნენ წირაფილმებში ვიღებდი მე ეროსის, დოდოს, როგორ გეკადრებოდ. გინდა ხორავა და გოძიაშვილი. აი რაც გინახავს ვიღარ ნახავ, მე დავაგვიანე ორჯერ გრიმზზე. კი არ მოვკვდი რა, იმიტომ რომ ესე ზუსტად ხასაზე მომდიოდი გრიმზეში დაგუდა. აი ბადური ეგეთი კულტურის კაცია. რაღაცას ვიღებდით, ეპიზოდს არ მახსოვს, ეს იყო მლისის პასუნდა აცდე ცოტა იქეთ ზემით რაღაც სოფლებია და რაღაცას ვიღებდი და ამ დროს ათქვა ცივილკივილი რახშია საქმე რაღაცა წითელი მოსკვიჩი ჩავარდა რაღაც თურმე იმან დაგვინახა ჩვენ შოსეზე და ესე გვიყურებდა და არ გადაუშვა თავისი მანქანა რაღაც იმაში უსკროსი ძლივს ამოვათრეთ რაღაც ძალიან ღრმად ჩავარდა კიუეტიდან ამოვარდა და იქ სატყვატკი და კაი რომ ის დიდი ის არ იყო თორე ჩავარდებოდა იქ დეკემბერში მე მახსოვს უკვე აჰა სადაც არის ახალი წელიწადი უნდა იყოს და იქ არის ეგეთი ეპიზოდი ჩვენ მე კახი და ბერიკა ღვინის აუზში რო ვარდებით ეს იყო დეკემბერი 30 ასე ნუ ის უნდა ეს ეპიზოდი უნდა გადაგვეყო და უნდა წამოსულიყავით სახში ახალი წელიწადი ისა ნუ ეს აი ხარი უჩვეულებრივი აუზია წყლით ავსებული აუზია ჩვეულებრივი ნუ სიცივეა ის ახლა წარმოიდგინეთ 30 თუ 29 დეკემბერია ნუ საშინო წყალი ამასო ჩვენ რას ვიზამთ ახლა ხო რა ახლა რამდენი შტერი ხალხია დირექციაში განსაკუთრებით მოდი ჩვენ იცი რას ვიზამთო ისაო მოდი და მოვიტანტო ცხელ წყალს და ავასებთ ამასო ნუ რაღაცა მოიტან მაგარ მანქანები რა გაათფობს ამას ნუ ახლა რა გაათფობს ამას კაცო ეს იგი მერე აუ всё ეხლა ნუ ეს რაღაცა ის ჩააგდეს რაღაცა რო ცოტა წითელი იყოს რო ვითომ ღვინოა და არა წყალი ნუ რამდენი მანქანა უნდა ესე იგი შენ თელი თბილისის ის და მოიყვანო აქ რო მე რეთქეს რომ მოდიო ის აკვალანგისტების კოსტუმი რო არისო ის ჩაეჩვიტა მაგრამ ერთი რამე დავისწრებ რა აკვალანგისტები რო იცვამენ ამას ეს არის მთლიანი ხო და ვინაიდან ჩვენ ეს კაპიუშონი არ ქონდა რო ჩავარდი თელი წყალი აქედან ჩავიდა იქა
ნუ ახლა აი რა არის არტისტი? ნუ ახლა ხო მოგხვდით იქა ხო, მაგრამ ნუ მითამა რა გვექნა ხო? ნუ გამოვედი და რასაკვირველი ეს რო გაგვაცნო ესე წყალი წამოვიდა ესე კაცო. აქედან მთელი წყალი შევიდა შეთ კაცო. ჯობდა საერთოდ ამ კოსტუმის გარეშე ჩავხტარებთ იქა. მას აი ესეთი ისა აქვს, ესე იგი, როგორც მე ვიცი. ნუ ესე იგი, ცივი წყლით უყარს ბანაობა. კი? ესე იგი, და დილაობით როდესაც ამ ცივი წყლით იგრილებს სხეულს, თან სიმღერაც უყარს. ბადური თითქმის არ ხდება ავად და როდესაც ავად არის, მაშინაც კი გამოდის და ესე იგი ცდილობს არ იწვეს. ჯანმრთელი კაცია ძალიან. და აი ცივი წყალი ეს მისი ის არის მკურნალობის ერთ-ერთი საშუალება. უყვარს. ამბობს, რომ თავად მხოლოდ რამდენიმე ფილმი გადაიღო. მათ შორის ფეოლა, გლადიატორი, იღბალი და ვალსი მთაწმინდაზე. ამავე სიაშია რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და რამდენიმე რეკლამაც. მისივე რეჟისორობით გადაღებული ფილმების არც თუ დიდი რაოდენობის გამო ბაადურ წულაძეს დანაკლისის გრძნობა ნამდვილად არ აქვს, რადგან ამ დანაკლისის ანაზღაურება მან მსახიობობით შეძლო. Ale! Oskar. Ale! 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 Michael. Ale! ბადური აქტიური, საერთოდ აქტიური კაცია, ძალიან აქტიური ადამიანი არის. ნუ მისი აქტიურობა გამოხატულია თუნდაც იმაში, რომ შესაძლოა ეპიზოდურ როლებში, მაგრამ ნუ რა ვიცი, რამდენი 50-60 ფილმში მაინც აქვს მონაწილეობა მიღებული როგორც მსახიობს და თვითონაც გადაღებული აქვს ფილმები. ეხლა აი რუსეთში როგორი პოპულარულია იცით ბადური? აი ვერ წარმოიდგენთ, ყველგან ცნობენ და ყველგან ასე ვთქვათ უშვებენ და ჩვენც მასთან ერთად თუ ასე ვთქვათ სადღაც შესაშვები ვართ ხოლმე. ისე რომ ბადური არის ამ შემთხვევაში ყველაფერი ჩვენთვის. ეს საქართველოში არ არის სამწუხაროდ ისე პოპულარული, იმიტომ რომ საქართველოში კინოს არ უჩვენებენ. ჩვენც ნამდვილი აღმოჩენა იყო ის, რომ ბადური ну საქართველოში პოპულარულია, მაგრამ უფრო მეტადაც პოპულარულია შეიძლება ითქვას საქართველოს საზღვრებს გარეთაც. რა მე ხარ გულისხმობ, რა თქმა უნდა, SNG-ს სივრცეს. ჩვენ ვიყავით 2 წლის წინ ანაპაში კინოშოქს ფესტივალზე, ეს მოხდა, ერთად ვიყავით და მე გამაოცა იმან, რომ განსაკუთრებით პოპულარულია ქალებში. ხო და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ არა მხოლოდ მისი ასაკის ქალებში, სადაც ბადური იყო, რა თქმა უნდა, იქ იკრიბებოდა მთელი ფესტივალი. იმიტომ რომ ეს ყვებოდა რაღაცა სასაცილო ამბებს სულ და ნუ და კიდე იმა გამაოცა, რომ მე მაგალითად რომ ვიღლებოდი ამ იმისგან, ხო, ბევრად მასე პატარა ვარ და ხო დიდი ისე ცხოვრობაა მე და ბადურ შოუს მე არასდროს ურთიერთობას არ იგრძნობოს, მგონია ჩემხელაა და მე რომ ვიღლებოდი და ცუდად ხდებოდა მიდიოდი ვიძინებდი, ბადური დილამდე აგზელებდა ამ კეიბს და მთელ ამბავს
და შემდეგ მე კიდე ამბობდა საღამოს და ასე შემდეგ. ანუ რაღაც დაუშვებელი ენერგიაც აქვს რა. უცებ შეიძლება ვულკანივით აფეთქდეს. ესე ტყუილუბრალოდ. შეიძლება ესეც მოხდეს ხო. და არ არსებობს, იცით, აი უცნაურობა კი არა, მისი ხასიათისთვისება არის. ყველაფერი არის ამაღელვებელი მისთვის რა. ის არაფერზე არ ლაპარაკობს მშვიდად, წყნარად. ყველაფერი არის მისთვის რაღაცნაირად აი ესეთი სალაპარაკო. ესეთი კაცი არის ხო. ამ დროს არის დღემდე ცოლი არ ყავს, ესე იგი ბადური და მისი შესანიშნავი დაყავს ლედი ჩვენ დიდი ჩვენ ხო მეზობლები ვართ გარდა ყველაფრისა კი. ხშირად ხვდებით ერთმანეთს და არაჩვეულებრივ კოლორიტულები ორივენი მშვენიერი მონღოლები და მე მგონი ავსებენ ასე ვთქვათ იმ სიცარიელეს რომელიც შეიძლება ოჯახმა შეუქმნას მათ ერთად ასე ყოფნით დაძმური ყოფნით. ბაადურ წულაძისთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობა წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენაა. ამ თაროებზე უამრავი ფირფიტაა, რომელთა შეგროვებაც 70-იანი წლებიდან დაიწყო. წიგნებისა და ფირფიტების გარდა ბაადურ წულაძესთან სტუმრობისას თვალში ყველაზე მეტად მერლინ მონროსა და ბრიჯიტ ბარდოს ფოტოსურათებიც მოგხვდებათ. აქვეა მისი ცნობილი ჩიბუხებიც. ეს არის ფირფიტები. მე საერთოდ გამაჩნია სიმდიდრე, ეს არის ჩემი ფირფიტები და ჩემი წიგნები. მე არა აბსოლუტურად მე ახლა ფულს სხვა რაღაცაში რომ ხარჯავდე, ალბათ სხვანაირად ვიცხოვრებდი, მაგრამ ეს არის ჩემი ცხოვრება და ჩემი ჰობი თუ ის არ ვიცი მე რა სიტყვებია. ხო, ფირფიტები ესე იგი მე დავიწყე, მაგრამ მე კი არ ვაგროვებ, მე მყიდლობდი იმას, რისი მოსმენაც მინდა. აგერ არის თქვა ხალხური სიმღერა ის არის ხალხური ქართული მერე მიდის კლასიკა ხო ჯაზი პოპ მუსიკა ესე იგი მე საერთოდ იცით რა არ განვასხვავებ რომ მე აი ეს რომელი მოგწონს მუსიკა მომწონს ის რაც მე მომწონს კლასიკური ჯაზი ახლა თანამედროვე ჯაზი ნაკლებად თქვა თუმცა აგერ არის ჩემი უსაყვარლესი ესე იგი ახალი ესა დაიანა კროლი ეს კიდევ ბევრი მაქვს ამის კასეტები მე მიმაჩნია რომ ეს არის დღეს ჩემთვის ყველაზე მაგარი ჯაზმენი ქალი მაგას არ აქვს ქალია თუ კაცი და უმრავლესობად ესე იგი არსტრონგი, ელექტონი, გლენ მილერი, ჯანგო რაიკარდი, ის რა ქვია გრაპელი, არ ვიცი ძალიან გარნერი ძალიან მიყვარს, არ ვიცი, ნუ ესე იგი უამრავი რაც კი შემეძლო და რაც კი იყო, ყველაფერს ყიდულობდი და ყველაფერს უსმენდი. ჯაზის ანტოლოგია აგერ შევიცინე. ეს აუდიო კასეტებზე არის ესე იგი ყველაფერი. ხო. დაწყებული ეს არის სხვადასხვა ძალიან 30 წლიანი რუსული ისინი და მე მიდის გლენ მილერები და ესე იგი 30 წლიანების ისა და ძალიან მომწონს მუსიკა. კითხულობ განუწყვეტლივ პოლიტიკა ნაკლებად უყვარს და ამიტომ უყურებს სპორტულ გადაცემებს უფრო ხშირად და იმას აი თქვა მუსიკალურს ის რაც მას სიამოვნებს ამ თვალსაზრისით ამბობ ხო და ნუ აი ასეთი პიროვნება და სიამოვნებით წამოგორდება მოისმენს დაждდება წაიკითხავს და ასე შემდეგ გემრიელი ჭამბად ძალიან უყვარს დილით ადრე ბადურს ვერ მიასწრებთ ფოსტაში მისვლას იმიტომ რომ ეხო ინფორმირებულია იცით როგორ აი ყველაფერი იცის აბსოლუტურად რა ქვეყანაზე. ჟურნალებით იღლიაში, ბევრი ჟურნალით და გაზეთით ბრუნდება სახში და ყველაფერს ამას გადაამუშავებს, გადააბულბულებს და ყველაფერი იცის. როგორი აქტიურია იცით აი კინოკავშირში რო ყრილობები თუ რაღაცები გვაქვს, რო ანგრევს იქაურობას. ესეთი კაცია ეგ ბუნებით. გაგეცინა ავთანდილოვიჩი. ისე მოვიდა ყვირის ხოლმე და ჭხუბობს ძალიან, მაგრამ იმიტომ ჭხუბობს, რომ ნუ ამტკიცებს სიმართლეს და გონია, რომ სიმართლეა ნამდვილად ხშირად მართალია ხოლმე რა. ნამდვილად და ძალიან კარგი ის არის, რომ ის მართლა ძალიან ესეთი გულშემატკივარია, გულწრფელი გულშემატკივარია კინემატოგრაფი, ქართული კინოსი.
ამდვილად ამაზე ღელავს და ამას ავლენს ხოლმე ყველანაირად რა. ჩვენ ხშირად ხვდებით დილაობით და შორიდან ის ხოლმე ჯერ დაძახება და უკვე იქიდან გესალმება და რაღაცას გიყვება, რაც მე არც ვიცი, უკვე წაკითხული აქვს თავის ჟურნალებში იღლიაში რა გამოდებული. ორი კვირა ვიყავით ანაპაში და მიუხედავად იმისა, რომ დილამდე ათენებდა და სვამდა და რაღაცა, მაინც დანარჩენ დროს სულ კითხულობდა. სულ კითხულობდა და ეს ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ სულ კითხულობს ადამიანი რა. ან კეიფობს და მხიარულობს, ან კითხულობს, ეს ძალიან კარგი წესია ცხოვრების.